მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო, როგორც დაგპირდით. დავდებ ერთ-ერთ ვიდეოში აღვნიშნე, რომ დავდებდი ინფორმაციას თუ რა განსხვავება შავ ობსიდიანსა და შავ ტურმალინს შორის. პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის, შავი ობსიდიანი, როდესაც ის თქვენი მინერალია და მასთან ხართ დაკავშირებული ენერგეტიკულად, მოქმედებს როგორც ფარი, როგორც დამცავი ფარი, რომელიც შემოსაზღვრავს თქვენს ენერგიას და გიცავთ გარედან შემომავალი ნეგატიური დაზიანებისგან, რაც შეიძლება იყოს თვალი, ჯადო, წყევლა, შელოცვა, რაღაცა ნეგატიური გზავნილი თქვენი მიმართულებით. ანუ, ესე იგი, ფარად შემოერტყმის იმ ადამიანს, ვისიც არის და ვისაც იცავს და გარედან არ უშვებს ნეგატივს. რაც შეეხება ახლა შავ ტურმალინს, შავი ტურმალინი, როდესაც მას უკავშირდებით, უკვე მუშაობს თქვენს ენერგიაში უკვე არსებული ნეგატივის გადამუშავება გაწმენდაზე. ანუ, რაც უკვე დაგროვდა, თქვათ, თვალი იყო ეს, ჯადო იყო, რაღაცა ნეგატიური გზავნილი იყო, წყევლა, შელოცვა, ნებისმიერი სახის ნეგატიური მესიჯი, რომელიც უკვე ზის თქვენს ენერგიაში და შემოაღწია გარედან, ამასთან იწყებს მუშაობას, მის ტრანსფორმაციას, მის, ასე ვთქვათ, გაქარწყლებას და თავის თავზე აღებას და გადამუშავებას. აი, ეს განსხვავებაა მათ შორის. ეხლა რაც შეეხება უკვე წარმოგიდგენთ წიგნიდან ინფორმაციას და ამ წიგნსაც გაგაცნობთ. ობსიდიანის გამოყენება არის დაცვა, დამიწება, გაწმენდა. ქვეყანა, საიდანაც არის, ყველგან, სადაც არის, ან იყო ვულკანური აქტივობა, საქართველოშიც მოიპოვება სხვათა შორის და სომხეთშიც არის დიდი რაოდენობით. ფერი არის შავი და შავის ტონალობებში. ოჯახი არ მიეკუთვნება არც ერთ კრისტალურ ოჯახს და წარმოშობა არის ვულკანური. ქიმიური შემადგენლობა არის არაკრისტალიზებული სილიკონის დიოქსიდი. კრისტალური სისტემა ამორფული. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად კრისტალად იხსენიებენ, ობსიდიანის სინამდვილეში ვულკანური მინაა, რომელიც წარმოიქმნება ლავის სწრაფი გაგრილებისა და გამკრუიობის შედეგად. ობსიდიანის უმეტესობა შავი ფერისაა, მაგრამ სხვა სახეობებიც არსებობს. მათ შორისაა ფიფქის, მაჰაგანის, ცისარტყელას და ოქროს ობსიდიანი, ასევე აპაჩის ცრემლები. ძველ მექსიკურ კულტურაში ამ ქვას იცლის ეძახდნენ, რაც სიტყვასიტყვით ქვის ღმერთს ნიშნავს. ძველად ობსიდიანი ძლიერ მფარველად და სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბევრ კულტურას სჯეროდა, რომ ვულკანური ლავისგან შექმნილ მინას უარყოფითი ენერგიებისგან დაცვა შეეძლო და იყენებდნენ მას ამულეტებისა და თილისმების შესაქმნელად. ობსიდიანი დედამიწის სიღრმიდან იღებს სათავეს და შედეგად შეუცვლელია პლანეტასთან, სულიერ სამყაროსთან და ნამდვილ მესთან კავშირის გასაძლიერებლად. რთულ პერიოდში მას შეუძლია დაგეხმაროს წონასწორობის შენარჩუნებაში, ასევე გააძლიეროს შენი უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება. ეს იყო ობსიდიანი და ეხლა წაგიკითხავთ შავ ტურმალინზე კიდევ დამატებით ინფორმაციას. გამოყენება, ესე იგი, აქაც არის დაცვა, დამიწება, უარყოფითი ენერგიისგან წმენდა, ქვეყანა, სადაც მოიპოვება არის ბრაზილია, აფრიკის კონტინენტი, პაკისტანი, რუსეთი და ინდოეთი. ფერი არის შავი. წარმოშობა აქაც არის ვულკანური მეტამორფული. ქიმიური შემადგენლობა რკინა, მანგანუმი, ალუმინი. კრისტალური სისტემა ტრიგონალური. ფიზიკური კეთილდღეობის კუთხით შავ ტურმალინს იმუნური სისტემის გაძლიერების და სხეულის ტოქსინებისგან გაწმენდის უნარი აქვს. ის ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის ნაკადს ასტიმულირებს და ხსნის კუნთების დაძაბულობას, განსაკუთრებით ზურგის არეში.
მენტალურ დონეზე ის უზრუნველყოფს ემოციურ სიმშვიდეს და ეფექტურია შფოთვის და სტრესის სამართავად. შავი ტურმალინის ვიბრაციები დაკავშირებულია აწმყოსთან, რაც ხელს უწყობს დამიწებასა და ნეგატიური აზრების შემცირებას. განსხვავებით ობსიდიანისგან, რომელიც უარყოფითი გავლენებისგან აურის დამცავ ფარად გვევლინება. შავი ტურმალინი უფრო სიღრმისეულად შიგნიდან იცავს ემოციურ სხეულს, დაბალ ვიბრაციული ენერგიების, მძიმე აზრებისა და შეგრძნებების შთანთქმითა და გარდაქმნით. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ესე იგი, ერთი შიგნიდან ანადგურებს ნეგატიურ ენერგიას, მეორე კი გარედან იცავს როგორც ფარი. ეხლა კი წარმოგიდგენთ წიგნს, რომლის ავტორიც არის მედეა დოლიძე, ინიციაცია კრისტალების სამყარო. ამ წიგნში არის, ესე იგი, ეხლა გეტყვით ზუსტად 103 კრისტალის აღწერა და არა მხოლოდ აქ არის რა განსხვავებაა კრისტალებს, მინერალებსა და ქვებს შორის, როგორ ფორმირდებიან ისინი, აქ არის ინფორმაცია საკრალური გეომეტრიის შესახებ, თუ როგორ კეთდება სხვადასხვა რიტუალები, კრისტალური ბადე, კრისტალების ელექსირი, სახლის ჰარმონიზაციისთვის რა შეიძლება გამოვიყენოთ, ახალი და სავსე მთვარის რიტუალები და მოკლედ ძალიან საინტერესოდ არის, ესე იგი, წარმოდგენილი. მედეა არის ამ წიგნის ავტორი და მოკლედ მე უწევ ამ ქართულ ენაზე, მოკლედ ძალიან იშვიათია, რომ ესეთი ხარისხის და ამდენი ინფორმაცია იყოს მოცემული და მოკლედ ჩემი რეკომენდაციები აი ამ წიგნს, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიყენებ. წიგნიდან კიდევ გაგაცნობთ რამდენიმე მინერალის დახასიათებას. ძირითადად იმ მინერალებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ამოვა 12 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2026 წლის განმავლობაში მთავარ მინერალად. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით.